წინა გადაცემაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ იძენდნენ რომის პაპები, უпростоრად კი თავდაპირველად რომის ეპისკოპოსები, თანათან უფრო და უფრო დიდ ძალაუფლებას და ავტორიტეტს. როგორ დაიწყეს მათ რომის პაპებად წოდება, როგორ გახდა ნელ-ნელა ნათელი, რომ სწორედ რომის პაპია ეკლესიის მეთაური. ახლა კი დავიწყოთ მე-14 საუკუნის დასაწყისიდან. იმ მომენტიდან, როდესაც ბონიფიციუს მერვე გარდაიცვალა. შემდეგი რომის პაპები შეიძლება ითქვას მორჩილები იქნებიან. ესენი ძალიან დიდ დამოკიდებულებაში აღმოჩნდებიან საფრანგეთის მეფეზე. კარდინალებიც უმეტესად ფრანგები იქნებიან და პოლიტიკაზეც გავლენას მოახდენენ. რა თქმა უნდა, მთავარი მოვლენა, რომელიც მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში მოხდება, ის იქნება, რომ რომის პაპები რომიდან ავინიონში გადავიდნენ. უცნაური ამბავია, რატომ? მე-14 საუკუნის რომი სრულიად არ ჰგავს იმ მარადილ და დიდებულ ქალაქს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს ფაქტობრივად დიდი სოფელია, მრავალრიცხოვანი ანტიკური ნანგრევებით, რომლებსაც ძირითადად სამშენებლო მასალად იყენებენ. აბა, რატომ უნდა დაიკარგოს ამდენი ქვა და ამდენი სვეტი? მოკლედ, მათ ნელ-ნელა ეზიდებიან. კოლიზეუმში ხან უბრალო ადამიანები ცხოვრობენ, ხან სახელოსნოები მუშაობს, ხანაც კი ციხესიმაგრედ იქცევა. ხოლო მისი გავლით, მეგობრები, გზაც კი გადიოდა. ყოფილი დიდება დავიწყებულია. სამაგიეროდ, რომის მაცხოვრებლები ძალზე ფიცხი ხასიათით გამოირჩევიან და რომის პაპებს სიმართლე რომ ითქვას მობეზდათ მათთან მუდმივი ურთიერთობის გარკვევა და იმის მტკიცება, თუ ვინ უფრო მნიშვნელოვანია მათ შორის. მოკლედ, ავინიონში გადასვლას უნდა გაეხადა პაპის ტახტის ცხოვრება უფრო მშვიდი. დღეს ავინიონი საფრანგეთის ნაწილია. იმ დროს ეს ქალაქი ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა საფრანგეთის მეფეს და ანჟუს ჰერცოგის სამფლობელოში შედიოდა. თუმცა იგი მაინც ძალიან ახლოს იყო საფრანგეთის მეფეს სამფლობელოებთან და შესაბამისად საფრანგეთის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. თავდაპირველად, როდესაც პირველი პაპები ავინიონში აღმოჩნდნენ, ეს პაპობის დამცირების სიმბოლოდ ითვლებოდა. ეს იყო პატარა ქალაქი, სადაც დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობდა. იქ, საშინელი ტალახი და ჭუჭყი იყო. მაგრამ რომის პაპი მარტო არ ჩადეს. მასთან ერთად ჩადიან კარდინალები. მათი ნათესავები და მსახურები. მათ უკან კი ბუნებრივია ყველა ის ადამიანის მიყვება, ვინც მათ ემსახურება. ავინიონი იზრდება. იმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რაც რომის ტახტი ავინიონში გაატარებს, ეს ქალაქი სრულიად შეიცვლება. პატარა და ჭუჭყიანი ქალაქიდან იგი გადაიქცევა დიდ და ამაღ ქალაქად, უზარმაზარი პაპის სასახლით, მდიდარი კარდინალების სასახლეებით ასევე. და რომის პაპების, ასე ვთქვათ, სხვა დაახლოებული პირების რეზიდენციებით. ბუნებრივია აქ ვაჭრობაც სწრაფად განვითარდება. საქმე ისაა, რომ რომის პაპები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მე-14 საუკუნემ იცის რამდენიმე მკაცრი ასკეტი პაპი არსებობდა, რომლებიც ნამდვილი ბერები ცხოვრობდნენ და შიშველ ფიცრებზეც ეძინათ. თუმცა ასეთი ადამიანები ცოტანი იყვნენ. იმ დროის რომის პაპების უმრავლესობა თვლიდა, რომ მათ ფუფუნებაში უნდა ეცხოვრათ. ისინი ხომ ეკლესიას ხელმძღვანელობენ, მათ უნდა ეჩვენებინათ, რამდენად დიდებულია ეკლესია. და ფუფუნება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
დიდი იტალიელ პოეტს პეტრარქას, რომელიც დიდ დროს ატარებდა ავინიონში, ეს ქალაქი ძალიან არ უყვარდა. თუმცა მან იქაური ცხოვრების ძალზე შთამბეჭდავი აღწერილობები დატოვა. რა თქმა უნდა, მათ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. პეტრარქას ავინიონის ცხოვრება აღიზიანებდა და ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ იგი ამ თანამედროვე ბაბილონის საშინელებებს აზვიადებდა. ხოლო ბაბილონი გარყვნილების, მანკიერებისა და უზნეობის სიმბოლოა. ამასთანავე აშკარაა, რომ პეტრარქა არ იგონებდა იმას, რასაც აღწერდა. შეიძლება აზვიადებდა, შეიძლება კი არც. აი რას წერდა ის ავინიონზე. აქ მართავენ ღარები გალილეველი მეთევზეების მემკვიდრეები. უცნაურია, მაგრამ მათ თავიანთი წარმოშობა დაივიწყეს. რა გაოცებით ვუყურებ მათი წინაპრების გახსენებისას ამ ადამიანებს, ოქროთი და ძოწეული დაფარულებს, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ არანაკლებ მდიდრები არიან, ვიდრე თავად თავრები და მთელი სახელმწიფოები. მე ვხედავ მათ დიდრულ სასახლეებს, მე ვხედავ მათ მიერ აგებულ სიმაგრეებს, არაბუნებრივ მოქმედობას. იმის ნაცვლად, რომ მოციქულები ფეხში შველი დადიოდნენ, ისინი თეთრ ცხენებზე ამხადრებულნი გადაადგილდებიან. მათი ცხენები ოქროთია მორთული. მათ ოქროს ჭუჭიდან კვებავენ. მალე მათ ოქროს ნალებსაც დააჭედებენ, თუ უფალი ამ საზისგარ ფუფუნებას არ შეაჩერებს. ალბათ პეტრარქამ გადააჭარბა. ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმე ცხენების ოქროთი დაჭედვას აპირებდა. მაგრამ ის, რომ რომის პაპები წარმოგუდგენელი ფუფუნებით იყვნენ გარშემორტყმული, ერთს არ იწვევს. აი მხოლოდ ერთი ნადიმის აღწერა, რომელიც ერთ-ერთმა რომის პაპას თავისი შვილთაშვილის ქორწინების აღსანიშნავად გამართა. რომის პაპებს თავიანთი ნათესავები ძალიან უყვარდათ. ჩვენ ვიცით სიტყვა ნეპოტიზმი, რომელიც სიტყვა ძმისწულიდან მოდის, რადგან პაპები ყოველთვის ძმისწულებით იყვნენ გარშემორტყმული. ამ ძმისწულთაგან ბევრი სინამდვილეში მათი უკანონო შვილები იყვნენ, მაგრამ მიღებული იყო, რომ მათ ძმისწულები ეწოდებინათ. მოგვიანებით, უკვე მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნეში რომის პაპის კარზე ოფიციალური თანამდებობაც კი გაჩნდება. კარდინალი ძმისწული. და შესაბამისად, ძმისწულების გარდა არსებობენ დები, ძმები, უკანონო შვილები, რომელსაც ღიად აღიარებენ შვილიშვილები და სხვანთესავეები. და ერთ-ერთი პაპი თავის შვილთაშვილს ათხოვებს. ამ ნადიმზე შეჭამეს 9 ხარი, 55 ცხვარი, 8 ღორი, 4 ტახი, 200 კაპლონი, 690 ქათამი, 1000 კვერცხი, 580 კაკაბი, 270 კუთხელი, 37 იხვი, 59 მტრედი, 4 წერო, 2 ხოხობი, 2 ფარშევანი, 292 პატარა ჩიტი, 3 უზარმაზარი ყველი, 2000 ვაშლი და სხვა ხილი. ხოლო დალიეს ყურადღებით 11 კასრი ღვინო. თანაც ვფიქრობ, შვილთაშვილის გათხოვება არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც პაპის ტახტი აღნიშნავდა. შეიძლება კიდევ უფრო დიდრული ნადიმებიც გამართულიყო. მთელი ეს ოქრო, მთელი ეს ფუფუნება, მთელი ეს კეიფები, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკმაოდ საეჭვო ჩვეულებებს. ბუნებრივია კითხვებს აჩენდა და ამ კითხვებს სულ უფრო ხშირად სვამდნენ. მაგრამ პაპები ჯერ კიდევ იმ დროს დარწმუნებული იყვნენ, რომ ასე უნდა ყოფილიყო. პაპი, მაგალითად კლემენტ მე-6, უბრალოდ ამბობდა, პაპის მოვალეობა თავისი ქვეშევრდომების გაბედნიერება. საერთოდ კარგი ფრაზაა, სასიამოვნოა, როდესაც სხვა ადამიანებს აბედნიერებ, კი ბატონო. მაგრამ როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა პირველ რიგში ის, რომ საკუთარი გარემოცისთვის ჯილდოები და მიწები უნდა დაერიგებინა, რომელთაგანაც ისინი შემოსავალს მიიღებდნენ. ასევე ჩაერთო ისინი დღესასწაულებსა და ნადიმებში, აი როგორც მე უკვე ვახსენე. და შემდეგ კიდევ ერთი მარტივი აზრი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მორწმუნე, როდესაც დაინახავს რომის პაპს, რომელსაც დიდრულ ტახტზე მიასვენებენ, რომელიც განსაცვიფრებელ სამოსშია შემოსული და თავზე ტიარა ახურავს, რომელიც მისი ძალაუფლების სიმბოლოა, როგორც გვირგვინი. ბუნებრივია, ბედნიერი იქნება. შესანიშნავია, რაც უფრო მდიდარია რომის პაპი, მოდი ასე ვთქვათ, მით უფრო ბედნიერია მთელი მისი სამწყსო. რომ რაღაცა ქვეყანას მახსენებს.
მე-14 საუკუნე ეს არის შავი ჭირის ეპოქა, ეს არის 100 წლიანი ომის ეპოქა საფრანგეთსა და ინგლისის შორის და ასევე ეს არის კულტურის აღმავლობის ეპოქა. და სწორედ ამ დროს ავინიონში ჩნდება საოცარი ქალი, რომელსაც ეკატერინე სიენელი ერქვა. იგი დიდი ხნის წინ იქნა წმინდანად შერაცხული და დღეს მთელი ევროპის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი ქალი იყო. ეკატერინე სიენელმა დედამიწაზე მხოლოდ 33 წელი იცხოვრა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. ის მრავალშვილიანი ოჯახის შვილი იყო. მას ჰყავდა ტყუპისცალი და, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ის და მისი და ოჯახში 33 და თუ არ ვცდები 24 შვილები იყვნენ, მოგვიანებით უკვე 25-იც გაჩნდება, თუმცა რა თქმა უნდა მაშინ ბავშვების სიმკვდილიანობა ძალიან ხშირი იყო და ბევრი ბავშვი გარდაიცვალა ამ ოჯახში, მაგრამ ოჯახი მაინც ძალიან დიდი იყო. მოკლედ ამ დიდ ოჯახში იგი თითქოს გამარტოებით ცხოვრობდა და ერთხელ, როდესაც უკვე დასული გოგონა იყო, მას ქრისტე გამოეცხადა. ეს სიუჟეტი მრავალფერწერულ ტილოზეა წარმოდგენილი. ეკატერინე სიენელისა და ქრისტეს მისტიკური ქორწინება. მისტიკური ხილვები ბევრ ქალს ჰქონდა, როგორც მაშინ ისე დღესაც, მაგრამ ქრისტემ მას ძალიან მნიშვნელოვანი მითითება მისცა. გასულიყო ხალხში. ამის შემდეგ მან მართლაც სახლის დატოვება გადაწყვიტა და მოგზაურობა დაიწყო. იგი სხვა იტალიურ ქალაქებში დადიოდა, მისი სიწმინდის შესახებ ხმები უკვე ყველგან გავრცელებული იყო და მის სიტყვას უგდებდნენ. იგი მონაწილეობდა პოლიტიკური პრობლემების განხილვაში. არიგებდა სხვადასხვა ქალაქის მმართველებს, მიმართავდა მათ მოწოდებებით, ანუ იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა. იგი ქვეყნმოქმედებით იყო დაკავებული, დაარსა მონასტერი და ეხმარებოდა ღარიბებს. აკეთებდა ყველაფერს, რასაც იმ დროის ღვთისმოსავი ქალი უნდა აკეთებდეს. თუმცა ამავე დროს მუდმივად ერეოდა საერო ადამიანების ცხოვრებაში. და ერთ მომენტში იგი ავინიონში ჩავდის, სადაც იმ დროს პაპი გრიგორი მე-11 იმყოფებოდა. იგი ჩავიდა იმისთვის, რომ პაპისთვის ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებისკენ მოეწოდებინა. ეს მე-14 საუკუნეა, ოსმალი თურქები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ. ისინი უკვე დიდი ხანია აზიიდან გამოვიდნენ და ახლა ბალკანეთს იპყრობენ და შეუძლიათ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. თავდაპირველად ეკატერინე პაპს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ავინიონში ჩასვლის შემდეგ მოულოდნელად ის დღის წესრიგს ცვლის. იგი იწყებს გრიგოლ მე-11-ის დარწმუნებას, რომ რომში დაბრუნდეს. და როგორც ჩანს, სწორედ მან დაარწმუნა იგი. თუმცა ალბათ საქმე მხოლოდ ეკატერინეს სიენელში არ იყო. ყველაფერი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით მიდიოდა, რომ თითქოს მაგნიტი კლავიზიდავდა პაპებს, მაგრამ ეკატერინეს გადაგებები მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. რომში დაბრუნება წარმოუდგენლად რთული საქმეა გამოდგა. ყველა მისაც ახლა ოდესმე ახალ ბინაში გადასვლა მოუწია, იცის რომ ეს მარტივი არ არის. აქ კი საუბარი იყო უზარმაზარ პაპურ მეურნეობაზე, ადამიანების დიდ რაოდენობაზე, საგანძურსა და ბიბლიოთეკაზე. ამ ყველაფრის გადასატანად მრავალი ხომალდი გახდა საჭირო და მაინც ყველაფერი არ გადაუტანიათ. პაპის კურია, ანუ ადამიანები, რომლებიც ფინანსებსა და მართვას განაგებდნენ, კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩენ ავინიონში. გრიგოლ მე-11 რომში გადადის. მასთან ერთად გადადის მთელი მისი კარი. და ამის შემდეგ თითქმის მაშინვე გრიგოლ მე-11 გარდაიცვალა. ასე დასრულდა პერიოდი, რომელიც ასე ვთქვათ, ისტორიაში პაპების ავინიონის ტყვეობის სახელით შევიდა. როგორც ჩანდა, ახლა ყველაფერი სწორად უნდა წარმართულიყო. რომის პაპები გათავისუფლდნენ ავინიონური დამოკიდებულებისგან. ისინი აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი საფრანგეთის მეფეებზე. მათ გააწყვიტეს კავშირი საშინაო და გარყვნილ ავინიონთან. ახლა რომში ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ასე არ მოხდა. კარდინალები იკრიბებიან ახალი პაპის ასარჩევად. რომის პაპი წესის მიხედვით უნდა აირჩიონ იქ, სადაც წინა პონტიფიკოსი გარდაიცვლება. შესაბამისად, რომში კარდინალთა კოლეგია იკრიბება, ისინი ირჩევენ ძალზე ღირსეულ კანდიდატს, სერიოზულ და პატივსაცემს სასულიერო პირს, რომელიც პაპი ხდება ურბან მე-6-ის სახელით.
ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება, ყველა იმედით არის ახსავსე, შემდეგ კი ან ცუდად იცნობდნენ მას, ან მართლაც რაღაც დაემართა. ან პაპის ტახტზე ასვლის შემდეგ შეიშალა. ან ფრანგი კარდინალების ყოფნა აღიზიანებდა, რომლებიც მის მართვას ცდილობდნენ, მაგრამ იგი სრულად შეიშალა. როგორც ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა, უმაღლესი ხელისუფლების მიღებისთანავე 7 და კომპეტენტური მოხელე ერთ ღამეში გადაიქცა შეშლილ ტირანად, რომელიც კონსისტორიის ხდომების დროს მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას კარდინალებს. ზოგჯერ კი მათზე ფიზიკურადაც გადადიოდა და სცემდა. ის ზოგადად სწორ რაღაცებს ამბობდა. კარდინალებს ფუფუნების გამო აკრიტიკებდა. მათგან მოითხოვდა უარი ეთქვათ თავიანთ სამფლობელოებიდან მიღებულ შემოსავლებზე. მსგავს იდეებს მხოლოდ ის არ გამოთქვამდა. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა შეურაცხყოფები, ყვირილი, ისტერიკა, დაპატიმრებები და წამებაც კი. ანუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნორმალური ადამიანი რომის პაპი გახდა და უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. კარდინალები გარკვეული დროის განმავლობაში ითმენდნენ, მაგრამ შემდეგ ეს საბოლოოდ მობეზრდათ. მით უმეტეს, რომ მათ საკუთარი სიმდიდრის დათმობას აიძულებთ. ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მათ თავიანთი წინა გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადეს, რადგან მათი განცხადებით ურბან მე-6 შეშლილი იყო, ხოლო შეშლილი ადამიანი რომის პაპი ვერ იქნებოდა, შესაბამისად საჭირო იყო ახალი პონტიფიკოსის არჩევა. საბოლოოდ ურბან მე-6 გარდაიცვალა და განხეთქილების დასრულების შესაძლებლობა გაჩნდა. მორჩა ურბან მე-6 გარდაიცვალა, ახლა კლიმენტ მე-7 ავინიონიდან რომში უნდა გადმოვიდეს და ერთადერთი პაპი უნდა გახდეს. მაგრამ კლიმენტს თავისი კარდინალები ყავდა, ურბანს კი თავისი, რომელიც გარდაიცვალა, არავის სურდა ძალაუფლების ხელიდან გაშვება. ამიტომ რომში მყოფმა ურბანის კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს. მათ ბონიფიციუს მე-9 აირჩიეს. და ისე გამოვიდა, რომ ერთი პაპი რომში იჯდა, მეორე კი ავინიონში. ამ დროს მათ თხოვდნენ, მოდით საქმე მშვიდობიანად დავასრულოთ, იყოს ერთი პაპი და მორჩა. მაგრამ გარკვეული დრო გადის და კლიმენტ მე-7 კვდება. კვლავ მხოლოდ ერთი პაპი რჩება რომში. აღიარეთ იგი, არა. ავინიონში კარდინალები კვლავ იკრიბებიან, საფრანგეთის მეფე მათ წერილებს უგზავნის. ნუ აირჩევთ ახალ პაპს. ის ფაქტობრივად ევედრება მათ. პრობლემები ისედაც ძალიან ბევრია. ეს უკვე მე-14 საუკუნით ასასრულია, მიმდინარეობს 100-წლიანი ომი, ევროპა კრიზისებით არის სავსე, მაგრამ კარდინალები მეფის წერილებს არ კითხულობენ, თუმცა ჩვენამდე ეს წერილები მოვიდა. კონკლავის დროს პაპის არჩევის პროცესში არ შეიძლება ზემოქმედების ქვეშ მოქცევა. ამიტომ წერილები გაუხსნელი რჩება და კარდინალები სრულად მშვიდად ირჩევენ ბენედიქტ მე-13-ს. კვლავ ორ ხელისუფლიანობა, კვლავ განხეთქილები. ბენედიქტ მე-13-ზე ძლიერი ზეწოლა იწყება, მას კონფლიქტი უჩნდება ფრანგებთან. ამ დროს საფრანგეთში მეფობდა მეფე კარლ მე-6 შეშლილი, რომელსაც ფაქტობრივად სახელმწიფოს მართვა არ შეეძლო. დიდ გავლენას იძენს მისი ძმა, ორლეანის ჰერცოგი. ორლეანის ჰერცოგს ბენედიქტთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ზეწოლა სულ უფრო ძლიერდებოდა. საბოლოოდ ბენედიქტი ავინიონიდან პროვანსში გარბის. იქიდან იგი რომში ბონიფიციუს წერს. მოდი შევხვდეთ და ეს სიტუაცია განვიხილოთ. და კვლავ ჩდება იმედი. აი ახლა შეხვდებიან, აი ახლა შეთანხმდებიან, თუმცა როგორ უნდა შეთანხმდნენ თუ ერთ-ერთს მაინც მოუწევს დათმობა. ისინი ერთმანეთისკენ სვლას კიდევ იწყებენ, შემდეგ კი მოულოდნელად ჩერდებიან. ბონიფიციუსი ამბობს, არა, მოდი კიდევ დავფიქრდები. და ყველა უკან ბრუნდება. ბონიფიციუსი უკვე ხანდაზმული ადამიანი იყო, მალე იგი გარდაიცვალა. შემდეგ რომის პაპი ინოკენტი მე-7 გახდა და მან განაცხადა, რა საჭიროა ამ ანტიქრისტესთან, ერეტიკოსთან და ანტიპაპთან შეხვედრა. არ შევხვდები. ნამდვილი პაპი მე ვარ. და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ინოკენტი მე-7 ასევე საკმაოდ კოლორიტული ფიგურა იყო. მას მორიგი კონფლიქტი შეექმნა რომის მოქალაქეებთან. 11 პატივსაცემი რომაელი მოლაპარაკებებზე მივიდა. მაგრამ პაპის ძმისშვილმა, რომელსაც თითქოს ბიძის დაცვა ევალებოდა, ბრძანა, ისინი ფანჯრიდან გადაეკდოთ.
ასეც მოიქცნენ. ყველა 11-ვე ფანჯიდან გადაყარეს. აი ასეთი იყო პოლიტიკური ცხოვრება რომში. ინოკენტის სიკვდილის შემდეგ პაპი კვლავ შეიცვალა. ახალი რომაელი პონტიფიკოსი გრიგოლ მე-12 გახდა. კვლავ იწყება მოლაპარაკებები. შევხვდეთ, არ შევხვდეთ და აქ ირკვევა, რომ ეს მთელი სიგიჟე უკვე ყველას ძალიან მობეზრდა. ერთი პაპის კარდინალები საკუთარ ინტერესებს მისდევენ, მეორე პაპის კარდინალები საკუთარს. ისინი ირჩევენ იმას, ვინც სურთ, მაგრამ ამ დროისთვის ევროპაში უკვე არსებობს დიდი ინტელექტუალური ფენა. უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტები. მათი რაოდენობა უკვე ძალიან დიდია. ისტორიკოს ჟაკ ლეკოპს სხვათაშორის საინტერესო დაკვირვება აქვს ამაზე. მოდით ნახოთ. ადრეულ შუა საუკუნეებში კულტურის ცენტრებად მონასტრები ითვლებოდა, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში ეს როლი უნივერსიტეტებს გადაეცემათ და ამასთან ერთად მთელი კულტურაც იცვლება, რადგან უნივერსიტეტი ქალაქის ნაწილია. უდიდესი უნივერსიტეტები განხეთქილების დასრულებას მოითხოვდა. დიდი მონასტრების წინამძღვრს ეპისკოპოსებსა და მეცნიერებს ყველას უზარმაზარი სურვილი აქვს ეს უსირცხვილო მდგომარეობა დასრულდეს. და 1409 წელს ქალაქ პიზაში იკრიბება საეკლესიო კრება, იქ ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის სასულიერო პირების დიდი რაოდენობა, ისინი აცხადებენ, აქ ჩამოდით, შევრიგდეთ. გადავწყვიტოთ რა უნდა ვქნათ. ორივე პაპი მიწვევას იღებს, მაგრამ ორივე უარს ამბობს. რატომ უნდა მოვიდეთ თქვენთან. მაშინ კრების მონაწილეები საოცარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ისინი ორივე პაპს, რომაელსაც და ავინიონელსაც გადაყენებულად აცხადებენ. შემდეგ კი მესამეს ირჩევენ. ასე ჩნდება ალექსანდრე მეხუთე. როგორც ჩანს, იგი ღირსეული და საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი იყო. შესაძლოა, სწორედ მას შეეძლო განხეთქილების დასრულება. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ იგი ძალიან მალე გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ იგი ერთ-ერთმა კარდინალმა ბალთასარ კოსამ მოწამლა. ხოლო ბალთასარ კოსა სხვათა შორის ახალგაზრდობაში მეკობრე იყო. როგორც ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა, ბალთასარ კოსა ახალგაზრდობაში იყო მეკობრე და არსებითად მეკობრედვე დარჩა. და აი სწორედ ამ მეკობრეს ირჩევენ რომის პაპად. არ არის გამორიცხული, რომ აქ გარკვეული როლი შეასრულა იმ პერიოდში აღმავლად მდგომარეობაში მყოფმა მედიჩების ოჯახმა. კოზიმო მედიჩი ბალთასარ კოსას ძალიან დიდი თანხა ასესხა. დიდი ალბათობით ეს ფული კარდინალების მოსასპინად გამოიყენეს. და მოკლედ 1410 წელს იგი რომის პაპი გახდა სახელით იოანე 23. ამის შემდეგ იწყება რაღაც სრულიად წარმოუდგენელი. ხანგრძლივი პერიპეტიების შემდეგ იოანე 23-ს დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ ტახტიდან გადამდგარიყო. მას რატომღაც ამის გაკეთება კატეგორიულად არ სურდა. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჩამოერთვათ მისთვის სასულიერო ხარისხი, მასზე 70-ზე მეტი ბრალდება წარადგინეს, მაგრამ ყველაზე მძიმე ბრალდებები არც კი გამოუქვეყნებიათ. იმდენად შემაძრწუნებლად მიაჩნდათ ისინი. საჯაროდ მხოლოდ შედარებით ნაკლებად მძიმე ბრალდებები გაახმაურეს. ცნობილი ისტორიკოსი ედვარდ გიბონი აღნიშნავდა. ყველაზე სკანდალური ბრალდებები დამალეს. ქრისტეს ვიკარიუს მხოლოდ მეკობრეობაში, კვლელობაში, გაუპატიურებაში, სოდომიასა და ინცესტში დასდეს ბრალი. ხოლო კიდევ უფრო საშინელი რაღაცეები ოფიციალური ბრალდებების ფარგლებს მიღმა დარჩა. იქ ფიგურირებდა უსასრულო სია სხვადასხვა საშინელებებისა. ამბები მის შესახებ, რომ მან მთელი ოჯახი გააყონა. მონაზვნებთან თანაცხოვრობდა, საკუთარი ძმის ცოლთან ცხოვრობდა და მრავალ სხვა შემზარავ ქმედებას ჩადიოდა. ყველაფერს ახლა ვერ ჩამოთვლი, თან ძალიან არა ეთიკურიც არის. ნამდვილი კოშმარი. ამ ისტორიის ყველაზე გასაოცარი ნაწილი მისი დასასრულია. იოანე 23-ის პაპის ტახტი ჩამოართვეს, მაგრამ ამავე დროს ეპისკოპოსად დატოვეს. ანუ ყურადღება ადამიანად, რომელიც უღირსი იყო რომის პაპობისთვის, მაგრამ ღირსეული ეპისკოპოსობისთვის. ადვილი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ყველაფერი თანამედროვეებს. სასულიერო ხარისხის ჩამორთმევა 1415 წელს ქალაქ კონსტანციაში გამართულ კრებაზე მოხდა. დღეს ეს კრება პირველ რიგში იმით არის ცნობილი, რომ სწორედ იქ გაასამართლეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს ცნობილ ჩეხ ქადაგებელს და რეფორმატორს იან ჰუსს.
მაგრამ კონსტანცის კრების მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. კრების მონაწილეებს საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტათ პაპთა განხეთქილების საკითხი. პიზაში ორი პაპის პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ახლა უკვე სამ პაპთან უწევდათ გამკლავება. გრიგორის დარწმუნება შეძლეს და მან ნებაყოფლობით თქვა აუარი ტახტზე. ხოლო დანარჩენი ორი, ივანე 23 მეკობრე და ბენედიქტ მე-13 კრებამ გადაახინა. ამის შემდეგ აირჩიეს ახალი პაპი, მარტინ მე-5. ეს იყო ადამიანი, რომელიც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. იგი ეკუთვნოდა კოლონების საგვარეულოს, რომის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და არისტოკრატულ ოჯახს. ამგვარად დიდი დასავლური განხეთქილება საბოლოოდ დასრულდა. მაგრამ პრობლემები არსად გამქრალა. ყველა ის მრავალრიცხოვანი მოვლენა, რომელიც პაპობის ავტორიტეტს ძირს უთხრიდა, ავინიონის გარყვნილება, ავინიონის ტყვეობა და საფრანგეთის მეფეებზე დამოკიდებულება, განხეთქილება, როდესაც რომიდან ტალახს ესროდნენ ავინიონს, ხოლო ავინიონიდან რომს, წარმოუდგენელი სიმდიდრე, რომელშიც რომის პაპები ცხოვრობდნენ, დაუსრულებელი ძმისწულები და ფსევდოძმისწულები, საეკლესიო თანამდებობების ფულით დარიგება, ყოველივე ეს სულ უფრო და უფრო დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. და აქ კვლავ ღირს შავი ჭირის გახსენება, რომელიც თითქოს საერთოდ არაფერ შუაში. თავდაპირველად, როგორც ნებისმიერი ეპიდემიის დროს, ადამიანები მას ღვთის რისხვად აღიქვამდნენ. იწყებდნენ ლოცვას, თავს ისჯიდნენ, მარხულობდნენ, ფულს ცირავდნენ მონასტრებს, მაგრამ შავი ჭირი არ გადიოდა. და მაშინ ჩნდებოდა აზრი, რა ფასი აქვს ამ ეკლესიას? ლოცულობთ, ლოცვებს ვაძლიერებთ, მაგრამ არაფერი გვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს აზრი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. რა თქმა უნდა, უკვე მე-14 საუკუნის შუა ხანებისთვის ახალი აზროვნება, აღორძინების კულტურა, რაციონალიზმი და საერო ქალაქური კულტურა აქტიურად ვითარდებოდა. ხოლო შავმა ჭირმა უბრალოდ ეს დააჩქარა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შავი ჭირის შემდეგ მოხდა ის, რომ არ ვიტყვი რომ ყველამ ღმერთის რწმენა დაკარგა, მაგრამ რელიგიური გრძნობის შესამჩნევი შესუსტება ნამდვილად მოხდა. შესაძლოა, უფრო სწორიც იქნება, რომ ვთქვა, არა რელიგიური გრძნობა, არამედ ეკლესიისადმი პატივისცემა შესუსტდა და იგი ძალიან მკვეთრად დაეცა. ამას ემატებოდა საეკლესიო იერარქების ურთიერთშეურაცხყოფები, ანათემები და სხვა მრავალი სკანდალები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებდა პაპის ძალაუფლების ეჭქვის დაყენებას. და იმის თქმას, რომ იგი სულაც არ არის უცოდველი. ადამიანებს საერთოდ სურდათ დამოუკიდებლად გაიანალიზებინათ მიმდინარე მოვლენები. ერთხმად ისე როგორც თავად მიაჩნდა სწორად. მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ცხოვრობდა ცნობილი და პატივსაცემი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ჯონ უიკლიფი. იგი ბევრს წერდა იმის შესახებ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება თავად წაიკითხონ ბიბლია და დამოუკიდებლად გაანალიზონ მისი შინაარსი. თავად უიკლიფი ბიბლიის შესწავლისას იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ მღვდლები არა მხოლოდ რომის პაპები, არამედ საერთოდ სასულიერო პირები არ უნდა გასხვავდებოდნენ ასე მკვეთრად ჩვეულებრივი ადამიანებისგან. უნდა წარმოვიდგინოთ იმ დროის კათოლიკე მღვდელი. რომის პაპი მხოლოდ სასულიერო პირთა განსაკუთრებული მდგომარეობის უკიდურესი გამოხატულება იყო. მღვდელი სხვაგვარად არის ჩაცმული, ვიდრე დანარჩენი ადამიანები. მას ტონზურაც კი აქვს გადაპასული, რაც ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მდგომარეობასა და ღმერთთან კავშირს. იგი უქორწინებლობის აღთქმას დებს. მას ოჯახი არ ყავს, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად. მას არ გააჩნია პირადი საკუთრება. იგი ლოცულობს ენაზე, რომელიც პრაქტიკულად არავის არ ესმის, ეს არის ლათინური ენა. იგი კითხულობს ბიბლიას, რომლის შინაარსიც ადამიანთა უმრავლესობისთვის გაუგებარია. ამასთანავე ადამიანებზე უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, რადგან ასრულებს საიდუმლოებებს. კათოლიკურ ეკლესიაში 7 საიდუმლო არსებობდა და დღემდე 7 რჩება. თუ მღვდელი ამ საიდუმლოებებს არ აღასრულებს, თუ არ მონათლავს ბავშვებს, არ დააქორწინებს ადამიანებს, არ მიუტოვებს ცოდვებს აღსარების დროს სიკვდილის წინ ადამიანს ხსნის დაკარგვას საფრთხე ემუქრება.
ანუ ადამიანების წინაშე დგას თითქმის არამიწიერი არსება, რომელსაც კოლოსალური ძალაუფლება აქვს და ეს უფრო მეტ კითხვებს ბადებს. ვიკრიფის იდეები ფართოდ იყო ცნობილი, თავად ვიკრიფს გაუმართლა, იგი გარდაიცვალა მანამდე, სანამ კონსტანცის კრება მის საკითხს განიხილავდა, ხოლო იან ჰუსი, რომელიც პრაღაში მსგავს იდეებს ავითარებდა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი კრებაზე გამოიძახეს, იმპერატორმა სიგიზმუნდა მას უსაფრთხო მგზავრობას დახპირდა, როგორც ჩანს ეს დაპირება კრებამდე ჩასვლას ეხებოდა და არა უკან დაბრუნებას, რადგან ჰუს ერეში დასდეს ბრალი, დამნაშავედ ცდეს და კოცონზე დაწვეს. რაც დამახასიათებელია, მოგვიანებით ვიკლიფის ძვლებიც ამოთხარეს საფლავიდან და ასევე დაწვეს. თუმცა თავად ვიკლიფს ეს უკვე აღარ დააზიანებდა, ისე როგორც ჰუსი დააზიანა. ამის შემდეგ ჩეხეთში ჰუსიტური ომები იწყება. ესენი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება, ჰუსიტებს შორის გამოჩნდებიან როგორც უკიდურესად რადიკალური მიმდინარეობები, რომლებიც ქრისტეს მეორედ მოსვლას ელოდნენ უახლოეს მომავალში, ასევე უფრო ზომიერი მიმართულებებიც. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჰუსიტური მოძრაობა ეკლესიის ძალაუფლების წინააღმდეგ ძლიერ გამოსვლად გადაიქცევა. ყველა დანარჩენი მოთხოვნა, საკუთრებაზე უარის თქმა, საერთო საკუთრება, გადასახადების გადახდაზე უარის თქმა და სხვა მსგავსი იდეები მოგვიანებით გაჩნდა. თავარი სხვა რამ იყო. მათ აღარ სურდათ არსებული საეკლესიო სისტემისადმი დამორჩილება. და ეს კათოლიკური ეკლესიისთვის ახალი დიდი პრობლემების დასაწყისი გახდა. მე-15 საუკუნემ ახალი გამოცდები მოიტანა. ცელდება სხვადასხვა ერეთიკული მოძღვრებები. ამავე დროს სულ უფრო ძლიერდება თურქების ძალაუფლება. ბიზანტიის იმპერატორი ევროპაში ჩადის, იგი დახმარებას ევედრება და ახალ ჯვაროსნული ომის წამოწყებას ითხოვს. კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის უზარმაზარი ძალები თურქული წისვლის შეჩერების მცდელობაზე იხარჯება. ბიზანტიასთან ურთიერთობები კვლავ რაღაც ისეთი რთული რჩება, მაგრამ მაინც ბიზანტიელები ხომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები, მაგრამ ქრისტიანები. მოკლედ, ქალაქ ფერარაში საეკლესიო კრება იკრიბება. იქ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ჩადიან, დიდ იმედებს ამყარებენ საერო მონარქების ჩამოსვლაზე, მაგრამ მათ განსაკუთრებული სურვილი მაინც და მაინც არ გამოუჩენიათ. სამაგიეროდ იქ ბიზანტიელები ჩავიდნენ, თავიანთ იმპერატორთან ერთად. ამ დროს პაპის ტახტზე ევგენიუს მეოთხე იჯდა. მას რომაელებთან უკიდურესად რთული ურთიერთობა ჰქონდა, იმდენად რთული, რომ რომიდან გაქცევაც კი მოუხდა. კრება თავდაპირველად ძალიან დიდ ხანს მიმდინარეობდა ფერარაში. შემდეგ კი ფლორენციაში გადავიდა, სადაც სწორედ რომის პაპი იყო გაქცეული მედიჩების ოჯახის მფარველობის ქვეშ. ანუ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იცვლებოდა პაპობის მდგომარეობა და როგორ ხდებოდა იგი სულ უფრო მეტად დამოკიდებული საერო მმართველებზე, ანუ ქალაქის მმართველებზე. დიდხანს, ძალიან დიდხანს განეხილავდნენ თავიანთ უთანხმოებებს და საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება უნიის, ანუ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შესახებ. იდეა შესანიშნავი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, პრაქტიკაში ვერ განხორციელდა. არც თავად ბიზანტიაში მიიღეს იგი და არც დასავლეთში. როდესაც მოსკოვის მიტროპოლიტი ისიდორე მოსკოვში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ახლა კათოლიკეებთან გაერთიანებულები ვართო, იქ ყველა სრულიად შოკირებული დარჩა. იგი გარკვეული ხნით ციხეშიც კი ჩასვეს. შემდეგ კი ძლივს გაასწრო მოსკოვიდან. საბოლოოდ ამ გაერთიანებიდან არაფერი გამოვიდა, ისევე როგორც ჯვაროსნული ლაშქრობიდან. 1453 წელს მეჰმედ მეორე კონსტანტინოპოლს იკავებს და ბიზანტიის იმპერია ინგრევა. თურქები უზარმაზარ ტერიტორიებს იპყრობენ. მალე თურქული ფლოტი ზღვაზეც დაამყარებს კონტროლს. ბიზანტია დაეცა, კონსტანტინოპოლი დაეცა, აია სოფია სამწუხაროდ მეჩეთად გადააკეთეს. დასავლეთ ევროპაში ჰუსიტები თავიანთ მოძღვრებებს ავრცელებენ. სხვა ადგილებშიც სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ ეკლესიას. საერთოდ ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის. მაგრამ ამავე დროს საოცარი ცვლილებებიც ხდება, რადგან რომში დაბრუნებულმა პაპებმა
ამ ნახევრად დანგრეულ ხარებ და ჭუჭყიან ქალაქში თავიანთი სიმდიდრეც ჩამოიტანეს. გარდა ამისა, ისინი მაინც განათლებული ადამიანები იყვნენ. ყველა ახლა მეკობრე ხომ არ იყო. ისინი ითვისებდნენ ახალ იდეებს, რომლებიც პირველ რიგში სწორედ იტალიაში ვრცელდებოდა. და რომის პაპების კარი აღორძინების კულტურის განვითარების და ერთ-ერთ უდიდეს ცენტრად იქცა. ხოლო რომის პაპები არ ვიტყვი 100%, მაგრამ დიდწილად ქრისტიანთა სულიერი და წინამძღოლებიდან სულ უფრო მეტად მართლმადიდებლად, სუვერენებად იქცეოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის დასაწყისში პაპების ძალაუფლება, მათი სიმდიდრე, მათი გატაცება საერო, პოლიტიკური და ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით აპოგეას აღწევს. ზუსტად ისე, როგორც აპოგეას აღწევს ხელოვნების, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და მშენებლობისადმი უზარმაზარი ინტერესი. იწყება აღორძინების ეპოქის დიდი პაპების ხანა. პრობლემა ის იყო, რომ ამ ეპოქის პაპების უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, საშინელი ავანტიურისტები და ძალაუფლებისთვის მებრძოლები იყვნენ. და ყველაფერი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, მაშინაც კი თუ ჩავთვლით, რომ მტრებმა რაღაცეები გადააჭარბეს, მაინც შემზარავად გამოიყურებოდა. კორუფცია, ნეპოტიზმი, გარყვნილება, ყველას შესაძლო მანკიერება, ყველაფერი არსებობდა. ისინი ყველა პოლიტიკურ საკითხებში ერეოდნენ. თავიანთი სიმდიდრით ტრაბახობდნენ, მაგრამ რამდენი მხატვარი მუშაობდა მათთვის, რამდენი არქიტექტორი აშენებდა მათთვის. აი მაგალითად იოანე 23, საშინელი ავანტიურისტი და ყოფილი მეკობრე. აშკარად მჭიდრო კავშირში იყო მედიჩების სახთან. და როდესაც იგი გარდაიცვალა, ორმა დიდმა არქიტექტორმა, დონატელომ და მიქელოცომ, მისთვის უზარმაზარი რენესანსული სტილის საფლავი ააგეს. მიქელოცო საერთოდ მედიჩების კარის არქიტექტორი იყო. მეკობრისთვის რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ხელოვნების დიდი ნიმუში შეიქმნა. შემდეგ კი რომის პაპებისა და აღორძინების ეს კავშირი სულ უფრო ძლიერდება. ნიკოლოზ მეხუთე ამ პაპებიდან არც თუ ყველაზე ცნობილი, შესაძლოა იმიტომ რომ საცუდავი არც ისეთი ბოროტმოქმედი ყოფილა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰუმანისტი იყო. იგი ძველი ტექსტებით, ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი გახდათ. და ბიბლიოთეკის შეგროვება დაიწყო. მისი მმართველობის ბოლოსთვის მას უკვე დაახლოებით 1500-მდე წიგნი ჰქონდა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი რაოდენობა იყო. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რასაც დღეს ვატიკანის ბიბლიოთეკას ვუწოდებთ. ოფიციალურად მაშინ არ შექმნილა, ის მოგვიანებით მოხდა. მაშინ ეს მხოლოდ მისი პირადი კოლექცია იყო, მაგრამ სწორედ აქედან გაიზარდა ის უზარმაზარი საოცარი ბიბლიოთეკა, რომელიც უამრავ საიდუმლოსა და იდუმალ ხელწერას ინახავდა. მე ფულად ღირებულებაზე არც კი ვსაუბრობ. ეს კოლექცია ფაზაუდებელია, მაგრამ წარმოიდგინეთ ადამიანის სულის რა საგანძური ინახება მასში. ეს ყველაფერი მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც გარყვნილი, კორუმპირებული და მორალურად დაცემული რომის პაპები ხელოვნებას ფარველობდნენ და საკუთარ კოლექციებს აგროვებდნენ. ასეთი აღორძინების ეპოქის პაპის ძალიან დამახასიათებელი მაგალითია პაპი სიქსტი მეოთხე, რომელიც ალბათ ყველას გსმენიათ. საშინელი, გარყვნილი, სასტიკი, მოსყიდვადი, კორუმპირებული, რაც გინდათ, ყველაფერი შეიძლება ითქვას ამ ადამიანს. იგი გავლენიანი დელა როვერეს საგვარეულოდან იყო და მრავალი ძმისწულით გარშემორტყმული ყავდა თავი. ერთ-ერთ მათგანზე ამბობდნენ, რომ მისი შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, მათ საეკლესიო თანამდებობებსა და სამმართველო მიწებს ურიგებდა, როგორც ყოველთვის. იგი ყველა პოლიტიკურ საკითხებში ერეოდა, იგი მეტოქეობდა ლორენცო მედიჩისთან, რომელიც იმ დროს ფლორენციას მართავდა. 1468 წელს ფლორენციაში, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარში, ძმებ ლორენცო და ჯულიან მედიჩებზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმათა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ. ლორენცო სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო მისი ძმა ჯულიანო დაიღუპა. სულიად ნათელია, რომ
ამ შეთქმულების უკან, ეგრეთ წოდებული პაცების შეთქმულების უკან, იდგა პაცების ოჯახი, რომელიც ფლორენციაში მედიჩების კონკურენტი იყო. მაგრამ ასევე სრულიად ნათელია, რომ რომის პაპმა ამ შეთქმულების შესახებ იცოდა და მედიჩების ძმების მკვლელობის გეგმაც სწორედ მან მოიწონა. ანუ იგი იქცეოდა როგორც ნამდვილი ნათლიმაბა, მაფიოზი. შემზარავი და ამაზრზენი პერსონაჟი. მაგრამ სწორედ ეს პერსონაჟი გახდა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც რომის გადაკეთება და მისი დიდ ქალაქად ქცევა დაიწყო. ამ საქმეს მოგვიანებით სხვა პაპებიც გააგრძელებენ, მათ შორის მისი ძმისშვილი ჯულიანო დე ლა როვერე, რომელიც შემდეგ ცნობილი პაპი იულიუს მეორე გახდება. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. უკვე ამ დროს იწყება შუა საუკუნეების ვიწრო ქუჩების დანგრევა, ფართო გამზირების გაყვანა და სასახლეების მშენებლობა. იგება დიდებული და უზარმაზარი სანტა მარია დელ პოპოლოს ეკლესია, რომელიც ფაქტობრივად დე ლა როვერეს ოჯახის ეკლესია და ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა სამარხო ადგილად იქცა. და რა თქმა უნდა, მთავარი, რითაც სიქსტი მეოთხე ისტორიაში დარჩა, მისი ბოროტმოქმედებები კი არა. არამედ ის, რომ სწორედ მის დროს დაიწყო სიქსტის კაპელის მშენებლობა და გაფორმება. დღეს სიქსტის კაპელა ყველაზე მეტად ცნობილია მიქელანჯელოს მიერ მოხატული ჭერითა და საშინელი სამსჯავროს ფრესკით. ეს ნამუშევრები მოგვიანებით უკვე იულიუს მეორის დროს შეიქმნება, რომელიც უკვე ვახსენე. მაგრამ ყველაფერი სწორედ სიქსტი მეოთხის ეპოქაში დაიწყო, უფრო მეტიც. გარკვეულწილად მას უკავშირდება რაფაელის სიქსტის მადონაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტილო უკვე იულიუს მეორის დროს დაიხატა, პაპი, რომელიც სურათის წინა პლანზე მადონას ეთაყვანება, წმინდა სიქსტია. ანუ ეს არც სიქსტე მეოთხეა და არც იულიუს მეორე, მაგრამ წმინდა სიქსტე იქ იმიტომაა გამოსახული, რომ იგი დე ლა როვერას ოჯახის მფარველ წმინდანად ითვლებოდა. რამდენიმე ნაკლებად თვალსაჩინო პაპის შემდეგ, სიქსტე მეოთხის ეპოქის შემდეგ, ამოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაპის, ალექსანდრე მეექვსის, იგივე როდრიგო ბორჯიოს ვარსკვლავი. საშინელი, მკვლელი, მომწამვლელი და გარყვნილი, რომელსაც ყველა იცნობს. მასზე სერიალები გადაიღეს. იგი გრაფ მონტე კრისტოშიც კი არის მოხსენიებული. საკმარისია Google-ში აკრეფოთ ბორჯია და მაშინვე ამოგიგდებთ. მკვლელობა, ინცესტი, მოწამვლა და უამრავი საშინელები. როგორც ჩანს, ალექსანდრე მეექვსე, ისევე როგორც მისი შვილები, ჩეზარე და განსაკუთრებით ლუკრეცია, ძალიან დემონიზირებულნი არიან. მათ ხშირად აღწერდნენ როგორც ბოროტების განსახიერებას. და სხვათა შორის ასეც იყო. თითქოს ყველა შესაძლო საშინელება სწორედ მათ ჩაიდინეს. ამბობდნენ, რომ ალექსანდრე მეექვსემ საკუთარი ქალიშვილის ლუკრეციას ქმარი მოაკვლევინა. რომ ჩეზარე და თავად ალექსანდრე პაპი თავად ლუკრეციასთან თანაცხოვრობდნენ და სხვა მრავალ საშინელებას ჩადიოდნენ. მაგრამ სავარაუდოდ რაღაც ნაწილი მოგონილია, თუმცა უმეტესობა კი ნამდვილი ამბავია. მაგალითად, ლუკრეცია, როგორც ჩანს, საკმაოდ მოგრძალებული ქალი იყო. სხვა საქმეა, რომ მამა და ძმა მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. ჩეზარე ბორჯია ნამდვილად არ იყო ყველაზე სასიამოვნო ადამიანი. მე მასთან შეხვედრას არ ვისურვებ, თუმცა იმ ეპოქაში სასიამოვნო ადამიანების პოვნაც რთული იყო. შემთხვევით არ არის, რომ მაკიაველი ასეთ დაწვრილებით აღწერდა ყველაფერს, რასაც ჩეზარე აკეთებდა. ეს თითქოს პოლიტიკური ცინიზმის მაგალითია, მაგრამ სინამდვილეში იმ დროს იტალიის გაერთიანების ერთ-ერთ შანსად წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მე-19 საუკუნეში იტალიის გაერთიანებისთვის მებრძოლები აღფრთოვანებულნი იყვნენ როგორც მაკიაველით, ისე ჩეზარე ბორჯიათი. ალექსანდრე მეექვსე სავარაუდოდ იყენებდა საწამლებს, სავარაუდოდ კი არა იყენებდა. ამ ყველაფერს იწერდნენ და ამ პაპის სიკვდილის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში გაოცებით იხსენებდნენ. ის, რომ სწორედ ბორჯიების ოჯახი ბოროტების დემონო სიმბოლოდ იქცა, დიდწილად იმით აიხსნება, რომ ისინი მუდმივად მეტოქეობდნენ დე ლა როვერეს საგვარეულოს. როდესაც ალექსანდრე მეექვსე პაპი იყო, ჯულიანო დე ლა როვერე გადასახლებაში ცხოვრობდა საფრანგეთში. სიქსტი მეორის ძმისშვილზე ვსაუბრობ. მოგვიანებით იგი დაბრუნდება და პაპი იულიუს მეორე გახდება. ბუნებრივია ყველა საშინელება, რომელიც ბორჯიების დროს ხდებოდა, დეტალურად აღიწერებოდა და
ფართოდ ვრცელდებოდა. რათა ეჩვენებინა თუ რამდენად კარგი პაპი ყავდათ აი ახლა. იულიუს მეორეს მეტსახელად პაპა ტერიბლე, შემზარავი პაპი, იგი ერეოდა ყველა პოლიტიკურ საკითხში, რომელშიც კი ჩარევა შეიძლებოდა, პირადად მიყავდა ჯარები ბრძოლაში, აფორმებდა პოლიტიკურ ალიანსებს, ცდილობდა ყველასთვის თავისი ნება მოეხვია თავს, უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა საკუთარ ბუნებასა და კარის ბრწყინვალებაზე. იგი აგროვებდა ვატიკანის კოლექციებს და ვატიკანის მუზეუმი მას დიდ მადლობას უნდა უხდიდეს სხვათა შორის. მან რაფაელს დაავალა მოეხატა სტანცები, ანუ ოთახები, სადაც ცხოვრობდა, რადგან არსოდა იმ ოთახებში ცხოვრება, სადაც ადრე მისთვის საძულე ალექსანდრე მე-6 ბორჯია ცხოვრობდა. ანუ ისეთი გადამტერებულები იყო და ისე სულდა ისინი. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს რაფაელის ცნობილი სტანცები. მან დაიწყო წმინდა პეტრეს ტაძრის განაშენიანება. ასევე ცნობილია მისი კარდინალის საყვარლები. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მას სასიყვარულო ურთიერთობაც კი ჰქონდა ყურადღებით მიქელანჯელოსთან. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მათ თითქმის მუდმივად ეკავათ. ორივე ფიცხი ხასიათის ადამიანი იყო. შემდეგ მიქელანჯელო გაიქცა, აღარ სურდა რომში დარჩენა, ხოლო პაპი ბრძანებებს გასცემდა დაეჭირათ და დაებრუნებინათ. ერთი სიტყვით იქ ღმერთმა იუწყის რა ხდებოდა. იულიუს მეორე, როგორც ჩანს, სიფილისით გარდაიცვალა. დაავადებით, რომელიც იმ პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა, საკმაოდ არასასიამოვნო პაპი იყო, მაგრამ იულიუს მეორეს ჩვენ პირველ რიგში ხელოვნების მფარველობის გამო ვიცნობთ. აი სწორედ ეს აღორძინების ეპოქის ფიცხი პაპები ხან ბანდიტებს უნგავდნენ, ხან ხელოვნების მფარველებს, ხანაც პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიყოლებით მოდიან ისტორიაში. მათ გრძელ რიგს აგრძელებენ მედიჩების საგვარეულოდან გამოსული ორი პაპი. მათგან ერთ-ერთი იყო პაპი ლეო მე-10, ლორენცო დიდებულის ერთ-ერთი ვაჟი. იგი აგრძელებდა სხვა ქვეყნის საქმეებში მუდმივი ჩარევის პოლიტიკას. ბუნებრივია, როგორც მედიჩი, იგი ხელოვნებას მფარველობდა, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ფლორენციის განვითარება უფრო აინტერესებდა ვიდრე ის, რაც რომში ხდებოდა. მაგრამ რომის პაპის როლშიც თავს შვენივრად გრძნობდა. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები. უფალმა პაპის ძალაუფლება გვიბოძა, ჩვენ კი ამით დავტკბებით. და მართლაც იგი ამ ძალაუფლებით ტკბებოდა კიდეც. ლეო მე-10, რომის პაპი იყო 1513-1521 წლებში, ეს იყო დრო, როდესაც თითქოს ყველა დაგროვილი პრობლემა ერთდროულად ამოხეთქავს. 1517 წელს მარტინ ლუთერმა, როგორც მიიჩნევა, თავისი 95 თეზისი ვინტენბერგის ტაძრის კარზე მიაჭედა. თავდაპირველად მან არა რეფორმაცია, არამედ ინდულგენციების წინააღმდეგ ქადაგება დაიწყო. იმ პერიოდში მთელ ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში ინდულგენციების, ანუ ფულის სანაცვლოდ ცოდვების მიტევების უზარმაზარი ვაჭრობა მიმდინარეობდა. მოკლედ, ეს დიდწილად გამოწვეული იყო იმით, რომ რომის გადასაკეთებლად და წმინდა პეტრეს ტაძრის უსასრულო მშენებლობის დასაფინანსებლად უზარმაზარი თანხები იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ამის წყალობით დღეს გვაქვს წმინდა პეტრეს დიდებული ტაძარი. მაგრამ ლუთერი ამას სხვაგვარად უყურებდა. და სწორედ აქ იწყება რეფორმაცია. ლუთერის მოძღვრება წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა. რამდენიც არ უნდა ეცადათ მისი შეჩერება, რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მრავალი გერმანელი მმართველი უჭერდა მხარს ლუთერს. მით უმეტეს, რომ იგი აკრიტიკებდა ეკლესიის საერო ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, რაც მთავრებს საშუალებას აძლევდა თავიანთ სამფლობელოებში არსებული საეკლესიო მიწები ხელში ჩაეგდოთ. როდესაც იმპერატორმა კარლ მე-5-მ ლუთერი ვორმსის რაიხსტაგზე დაიბარა, სადაც მან უარი თქვა მონანიებაზე და ცნობილი წინადადება წარმოთქვა. აქ დგავარდა, სხვაგვარად არ შემიძლია. უკან დაბრუნების გზაზე იგი მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერავინ პოულობდა. საქმე ის იყო, რომ საქსონიის კირფრუსტებმა იგი მოიტაცეს და დამალეს, რათა მისთვის ზიანი არავის მიეყენებინა. ლუთერის მოძღვრება სულ უფრო
ფართოდ ვრცელდებოდა, უკვე ჩნდებოდნენ რეფორმაციის სხვა ქადაგებლებიც. ეს კი რომის ეკლესიისთვის უმთავრეს პრობლემად იქცა. რადგან ეს უკვე ცალკეული ერეთიკოსების კრიტიკა აღარ იყო. ეს ძლიერი მოძრაობა გახდა. ამავე წლებში სხვა პრობლემებიც ჩნდება. რომის ეკლესია ძალიან რთულ ურთიერთობაში აღმოჩნდა ინგლისის მეფე ჰენრიხ მერვესთან, რომელიც დაჟინებით ცდილობდა პირველი ცოლის ეკატერინე არაგონელისგან განქორწინების ნებართვა მიეღო. პაპები მზად იყვნენ ამისთვის, მაგრამ არსებობდა ერთი პატარა პრობლემა, პატარა არა დიდი. ეკატერინე ესპანეთის მეფე კარლოს პირველის დეიდა იყო, რომელიც ამავე დროს იმპერატორიც გახდათ. ხოლო მასთან ურთიერთობის გაფუჭება, რა თქმა უნდა, არავის სურდა. როდესაც საბოლოოდ რომის ტახტმა ეს განქორწინება არ აღიარა, ჰენრიხ მერვემ საკუთარი თავი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. ასე წარმოიშვა ანგლიკანური ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰენრი თავს კარგ კათოლიკად მიიჩნევდა, სხვადასხვა ძალიან მორწმუნე იყო, უბრალოდ იგი აღარ ემორჩილებოდა რომის პაპს. ახლა ეკლესიას თავად მართავდა და რა თქმა უნდა, ეკლესიის სიმდიდრესაც საკუთარი ხელით განკარგავდა. რომის ტახტმა ინგლისი დაკარგა. შემდეგ კი კიდევ მრავალი ქვეყანა, სადაც რეფორმაცია სხვადასხვა ფორმით გავრცელდა. ყველა მხრიდან კრიტიკა ისმოდა. თურქები, რომელთა შეჩერებასაც ამდენ ხანს ცდილობდნენ და რომელთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების მოწყობას გეგმავდნენ, მაინც წინ მიიწევდნენ. მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. სწორედ იმ დროს, როდესაც ლეო მეათე მედიჩი გარდაიცვალა, სტამბოლში ტახტზე სულეიმან დიდებული ავიდა და ოსმალთა ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე ეპოქა დაიწყო. ამავე დროს მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს საფრანგეთის მეფე და კარლი, როგორც ესპანეთის მეფე და როგორც იმპერატორი. ჩვენ ეს უკვე ვახსენეთ. როდესაც ლეო მეათე პაპად გამოაცხადეს, რომში ტრიუმფალური თაღი აღმართეს წარწერით. ვენერას დრო დასრულდა, არავის საწუხებდა ის ფაქტი, რომ ვენერა წარმართული ქალღმერთი იყო. ვენერას ეპოქაში გულისხმებოდა ალექსანდრე მეექვსის მმართველობა ბორჯიასი. მარსის დრო დასრულდა, ასე მოიხსენიებდნენ იულიუს მეორის ეპოქას, მინევრას დრო დადგა. ანუ სიბრძნის ქალღმერთის. აი, თითქოს ბრძენი ლეო მეათე მოვიდა. თუმცა ლეო მეათე უფრო ეშმაკი იყო ვიდრე ბრძენი. კლიმენტ მე-7-ისა და რომის გაძარცვის შემდეგ, რაც ალბათ პაპობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წერტილი იყო, იწყება ნელ-ნელა აღმასვლა. იწყება მცდელობა გონს მოეგონ. ალბათ იმიტომ, რომ რეფორმაციის ზეწოლა ძალიან ძლიერი იყო. ძალიან გონიერმა, თუმცა კაცმა პაპმა პავლე მესამემ სპეციალური კომისია შექმნა და დაავალა კათოლიკური ეკლესიის ყველა ნაკლოვანების სია შეედგინათ. როდესაც ეს სია შეადგინეს, ალბათ უკვე მიხვდით, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან გრძელი იყო. მაშინ ნათელი გახდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. ამიტომ ქალაქ ტრენტში შეიკრება კრება, რომელსაც ჩვეულებრივ ტრიდენტის კრებას უწოდებდნენ. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და გამოსვლის გზებს ეძებდა. ჩვეულებრივ ამბობდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრა, მაგრამ მაინც მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც ღვთლებისგან უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრ ქცევას მოითხოვდა. ტრიდენტის კრების შემდეგ გარკვეული რეფორმებიც განხორციელდა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მეორე მხრივ, მარტივად რომ ვთქვათ, საჭირო იყო მორწმუნეთა სულებისა და გულებისთვის ბრძოლა. სწორედ აქ იწყება ის პერიოდი, რომელსაც კონტრრეფორმაციას უწოდებენ. რას ნიშნავს ეს? პროტესტანტული მედინარეობები კათოლიკურ ეკლესიას სიმდიდრისა და ზედმეტი ფუფუნების გამო აკრიტიკებდნენ. როგორია პროტესტანტული ეკლესია? უბრალოდ შენობა. რაც უფრო მკაცრია პროტესტანტული მედინარეობა, მით უფრო მკაცრად გამოიყურება ეს შენობა. ინგლისელ ანგლიკანებს ეკლესიები თითქმის კათოლიკურ ტაძრებს ჰგავს. ლუთერანებთან ყველაფერი უკვე ბევრად უფრო მოგრძალებულია და წმინდანთა გამოსახულებები აღარ გვხვდება. კალვინისტები კი ჯვრის გამოსახულებასაც გრძალავენ და მას
წარმართობად მიიჩნევენ. მხოლოდ სალოცავი სახლი, მეტი არაფერი. მღვდელი უბრალოდ პატივსაცემი ადამიანია, რომელიც სხვებივით ცხოვრობს, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალი ზნეობრივი სტანდარტების დაცვა მოეთხოვება და რელიგიურ ცხოვრებას ხელმძღვანელობს. იგი არ არის რაიმე ზებუნებრივი არსება. როგორ უნდა ეპასუხა ამაზე კათოლიკურ ეკლესიას? თვითონაც ასეთი გამხდარიყო? არა, პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ბრწყინვალებას. ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოვახდენთ ზემოქმედებას მორწმუნეთა გრძნობებზე. სწორედ ასე იბადება მე-17 საუკუნის ის საოცარი ხელოვნება, რომელსაც რომის პაპები აქტიურად უჭერდნენ მხარს და უკვეთავდნენ მრავალ შედევრს. რომი იფარება ფანტასტიკური ბაროკოს ტაძრებით, უზარმაზარი, მდიდრული და წარმოსახვის შემძვრელი ნაგებობებით. ანუ თქვენს რაციონალურ კრიტიკას ჩვენ გრძნობებზე ზემოქმედებით უპასუხებთ. ეს იყო ერთ-ერთი გზა. შემდეგ, თქვენ თავად კითხულობთ ბიბლიას, თავად ანალიზებთ მას და თავად აკეთებთ დასკვნებს. ჩვენ ამას საკუთარი საგამანათლებლო სისტემით დაუპირისპირდებით. 1540 წელს ჩნდება იეზუიტთა ორდენი, რომლის არსებობაც რომის ტახტმა ოფიციალურად დაუშვა. ჩვენი წარმოდგენები იეზუიტებზე დიდწილად უფრო გვიანდელი ეპოქების ტრადიციებითაა ჩამოყალიბებული. ამ ტრადიციების მიხედვით იეზუიტი წარმოდგენილია როგორც საშიში ინტრიგანი, რომელიც ყველა პოლიტიკურ საქმეებში ერევა. მე-18 საუკუნეში იეზუიტებს სხვადასხვა ქვეყნები და სხვადასხვა გააძევებენ. და რა თქმა უნდა, ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ცნობილი იეზუიტი ეს არის არამისი, სწორედ როგორც იეზუიტი. ამიტომაც ხდება იგი იეზუიტთა ორდენის გენერალი. იეზუიტები პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობდნენ, საერთოდ როგორც ყველა იმ დროს პრინციპში. მაგრამ სინამდვილეში იეზუიტები იყვნენ და არიან დღესაც დიდი პედაგოგები. მათ შექმნეს კოლეჯების სისტემა, რომელიც დღემდე არსებობს და დღემდე დიდი პატივისცემით სარგებლობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი, ვინც ამ კოლეჯებში სწავლობდა, შემდეგ საერთოდ უარყოფდა რელიგიას, რადგან იქ ბუნებრივია მას ძალიან საშინელი ძალით და ძალიან მკაცრად უნერგავდნენ. მაგრამ ამავე დროს ეს იყო რწმენის გამტკიცებისა და რელიგიის გავრცელების ძალიან საინტერესო გზა. მით უმეტეს რომ იეზუიტები საინტერესო მისიონერები იყვნენ. ისინი ოკეანის მიღმა მიემგზავრებოდნენ, მათი გავლენა მაგალითად ლათინურ ამერიკაში უზარმაზარი. გარკვეული დროის განმავლობაში მათი ფაქტობრივად საკუთარი სახელმწიფოც კი შექმნეს. სხვათა შორის ისინი ყოველთვის ძალიან ცდილობდნენ ზემოქმედებას სწორედ გრძნობებზე მოეხდინათ. არ წყვეთ ჩემს გაოცებას ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს იეზუიტებმა ინდიელების მუსიკასთან შეჩვევა. დღესაც კი არსებობს ინდიელთა სოფელი, სადაც ყველა ბაროკოს ინსტრუმენტებზე უკრავენ ბახისა და ვივალდის მუსიკას. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ იეზუიტები ჩადიოდნენ და სწორედ ამ მუსიკის საშუალებით აზიარებდნენ ადამიანებს რწმენას. ანუ სხვადასხვა გზით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კათოლიკური ვარიანტი უკეთესია ვიდრე ეს უფრო მშრალი პროტესტანტული ვარიანტი. მაგრამ ეს ყველაფერი არ ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ მტრებთან უბრალოდ ბრძოლაც იყო საჭირო. და რა თქმა უნდა, მე-16 საუკუნის ბოლოსა და მე-17 საუკუნის დასაწყისის რომის პაპების დიდი ნაწილი ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინკვიზიციასთან. როდესაც ჩვენ სიტყვა ინკვიზიციას ვამბობთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ესპანეთის ინკვიზიცია გვახსენდება. მაგრამ რომაული ინკვიზიცია სწორედ ამ დროს მე-16 საუკუნეში რომის პაპებმა შექმნეს და იკრიბება აკრძალული წიგნების ინდექსი, რათა ახალი იდეების გავრცელება შეეჩერებინათ. იყვნენ პაპები, რომლებიც სრულიად აბსურდულ აკრძალვებს აწესებდნენ. მაგალითად, მონაზონს არ ჰქონდა უფლება მამრი ძაღლი ყოლოდა, რათა როგორც ჩანს, თავისი მზერა რაიმე საშინელი სანახაობით არ შეურაცხეყო. ქალებს არ შეეძლოთ ვატიკანის მუზეუმების მონახულება და იქ დგომე შიშველი ქანდაკებების ნახვა. მიქელანჯელოს ფრესკებიც ოდნავ გადახატეს, რადგან იქ ზედმეტად ბევრი შიშველი სხეული იყო.
და ყველაფერი მხოლოდ ამით რომ შემოფარგლებულიყო, არც ისე საშიში იქნებოდა, მაგრამ ინკვიზიცია. ეს არის კოცონები, წამება. 1600 წელს კოცონზე დამწვარი ჯორდანო ბრუნო. ეს არის გალილეი, რომლის საკითხითაც რამდენიმე პაპი იყო დაკავებული და რომელსაც ყველაც ცდილობდა წესრიგში მოეყვანა. პაპი ურბან მერვე, რომელიც ზოგადად გალილეისთან მეგობრულ ურთიერთობაშიც კი იყო და მას პატივს სცემდა, როდესაც გალილეიმ გადაწყვიტა თავისი შეხედულებები გადმოეცა, მან ეს დიალოგის სახით გააკეთა. პაპმა თქვა: კარგი, იყოს სამყაროს მოწყობის ერთი ხედვაც და მეორეცო. მაგრამ ის სრულად არ ელოდა, რომ გალილეის საეკლესიო შეხედულებებს, ანუ თავად პაპის შეხედულებებს, ჩადებდა იმ ადამიანის პირში, რომელსაც თავის დიალოგებში სიმპლიციუს, ანუ სულელს დაარქმევდა. აი სწორედ მაშინ ჩაეჭიდა გალილეის ინკვიზიცია და აიძულა იგი უარი ეთქვა საკუთარ შეხედულებებს. ბოლო წლები მან პრაქტიკულად შიდა პატიმრობაში გაატარა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-17 საუკუნის პაპები რელიგიურ საკითხებს უკვე ისე შიდად აღარ უყურებდნენ, როგორც მე-15 საუკუნის პაპები. მე-15 და მე-16 საუკუნის დასაწყისში მათ ზოგადად რელიგიური საკითხები დიდად არ ადარდებდათ, მაგრამ ის თუ რომელი დიდი მოქანდაკე დაამშვენებდა მას სასახლეს, ეს ნამდვილად აინტერესებდა. ხოლო მე-16 და მე-17 საუკუნის დასაწყისის პაპები ზეწოლას გრძნობენ. ისინი რეფორმაციის ზეწოლას გრძნობენ. მე-17 საუკუნეში, რომელსაც მეცნიერების წარმოუდგენელი აღმავლობა მოხდება და გალილეი ამ დროის ერთადერთი დიდი მეცნიერი აღარ იქნება, ისინი ამ ახალი იდეების ზეწოლასაც იგრძნობენ. მათ მუდმივად თავდაცვა მოუწევთ. მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იქნებიან. ამათთან პარალელურად კიდევ უფრო ძლიერდება სამეფო ხელისუფლება. ვინმე ლუი მე-14 სულაც არაპირებს პაპის მითითებების შესრულებას. მას შეუძლია ჰუგენოტების განდევნოს, რომ ის ეკლესიამ ეს არ მოიწონა, მაგრამ მას სურს, რომ ეპისკოპოსები მას ემორჩილებოდნენ. ლუი მე-14-ს არ სურს, რომ ის პაპს დაემორჩილოს. იგი, რა თქმა უნდა, კარგი კათოლიკია. გარკვეული დროის განმავლობაში მისი პირველი მინისტრი ჯულიო მაზარინია, მაგრამ ყველა საკითხს თავად გადაწყვეტს. და აი ასეთი პრობლემები ყველა მხრიდან თითქოს აწვება პაპის ტახტს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მოულოდნელად გამოჩნდება, 30 წლიანი ომის დროს მოხდება. ეს ომი 1618-1650 წლებში მიმდინარეობდა. ძირითადად გერმანულ მიწების ტერიტორიაზე. თუმცა მასში მონაწილეობდნენ გერმანიის მმართველებიც, ესპანელებიც, ფრანგებიც და შვედებიც. ეს იყო საშინელი საერთო ევროპული ომი, რომელმაც გერმანია თითქმის უდაბნოდ აქცია და ევროპის ისტორიაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მაგრამ ახლა ჩვენთვის საინტერესო აი რა არის. იგი დაიწყო როგორც პროტესტანტული გერმანული სამთავროების ომი კათოლიკური სამთავროების წინააღმდეგ. გერმანია მე-16 საუკუნიდანვე იყო გაყოფილი. იქ მრავალი მმართველი პროტესტანტული რწმენას იღებდა, ზოგი კი კათოლიკურ ეკლესიასთან რჩებოდა. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში არსებობდა შეთანხმება, ვისაც ეკუთვნის ძალაუფლება, მას ეკუთვნის რელიგიაც, ანუ თუ მთავარი კათოლიკია, აქ კათოლიკეები ცხოვრობენ და პირიქით. და იწყება ომი. ამ ომში სხვადასხვა სახელმწიფოები ერევიან და უცებ ხდება უცნაური რა. ესპანელი ჰაბსბურგები, რა თქმა უნდა, გერმანელ კათოლიკეებს უჭერდნენ მხარს. შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფი, პროტესტანტი, ბუნებრივია, პროტესტანტებს უჭერს მხარს, მაგრამ საფრანგეთი კათოლიკური ქვეყანა, სადაც ამ დროს ძალაუფლება ცნობილ კარდინალ რიშელიეს ხელშია თავმოყრილი. კათოლიკური ეკლესიის კარდინალის ხელშია. პროტესტანტებს უჭერს მხარს. რადგან საფრანგეთის მთავარი მტერი ესპანელი ჰაბსბურგები არიან. განსაკუთრებით კარლოს პირველი. ანუ აღმოჩნდა, რომ ინტერესების მთელი სისტემა შეიცვალა. ძალიან ბევრს საუბრობენ რწმენაზე, იმაზე, რომ ჩვენ კათოლიკეები ამ საზღარ პროტესტანტებს, ხოლო ჩვენ პროტესტანტები ამ საზღარ კათოლიკეებს უჩვენებთ სეირს. ყველაფერი ითქმის, მაგრამ თუ საფრანგეთის ინტერესებშია კათოლიკური ესპანეთის წინააღმდეგ ომი, მაშინ იგი მის წინააღმდეგ იღებს. რელიგია იწყებს თავისი პირველხარისხოვანი მნიშვნელობის დაკარგვას. წინა პლანზე სულიად სხვა რამეები გამოდის. და ეს ყველაფერი რეფორმაციის გავრცელება, მეცნიერების გავრცელება, ახალი ცოდნა, რაციონალიზმი და სრულად ახალი პოლიტიკური ინტერესებია.
პაპის ტახტს ურთიერთობების აბსოლუტურად ახალ სისტემაში აქცევს. აი მე-17 საუკუნემდეც მივედით. აბა ახლა რა საიდუმლოება უნდა გქონდეს ვატიკანს. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი გასაგებია, რაციონალური ახალი დრო დადგა. სულაც არა. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებშიც და ჯერ კიდევ ბევრი რამეა მოსაყოლი. რა თქმა უნდა, რომის პაპებს პრობლემები ყოველთვის ჰქონდათ, თუ იმპერატორებთან არა, მაშინ მეფეებთან ან აჯანყებულებთან, მაგრამ მე-16 საუკუნე ის დროა, როდესაც რეფორმაცია იწყება და ევროპის ქვეყნების უზარმაზარი ნაწილი კათოლიკური ეკლესიის კონტროლიდან გადის. რეფორმაციამ კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოუდგენლად ძლიერი გამოწვევა გაისროლა. მაგრამ ამასთან ერთად სხვა გამოწვევებიც არსებობდა. მაგრამ ამის შესახებ უკვე შემდეგ გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.